ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ძაღლების გარემოში, უფრო ნაკლები რისკი აქვთ ალერგიების განვითარების და ასთმის რისკის, იმიტომ რომ უფრო მედეგი, ასე ვთქვათ, იმუნიტეტი აქვს. და რისგან შეიძლება გამომდინარეობდეს ეს, ამაზეც რო ვისაუბროთ. ძალიან ელემენტარულია ეგ, იმუნიტეტს რა აყალიბებს. აი, ძალიან მარტივი ენით ავხსნი. რაც ცუდია, იმასთან პატარ-პატარა ურთიერთობები აყალიბებს იმუნიტეტს. ხა ცუდი ძაღლი კი არ არის, მაგრამ ბეწვი აქვს და ხო, თლად არასტერილურ გარემოში. ხო, არა, რა თქმა უნდა, არასტერილურ გარემო კი არა, გრუმინგი ახალი მოყვანილია და უკვე იმდენი მიკრობი აქვს, რომ ხო, მე არ მექნება შესაბამისი იმუნიტეტი და ეს რაღაცას დამმართებს. რატო არის სოფელში მცხოვრები ბავშვები, რატო არიან? მათი იმუნური სისტემა როგორც წესი, რატო არის, ხო, უფრო მდგრადი. იმიტომ რომ ისინი სტერილურ გარემოში არ იზრდებიან და შეხება აქვთ ისეთ რაღაც ნივთებთან, იგივე თუნდაც არსებებთან, რომლებიც ახლა თლად ასევე თქვენი არ იყოს, სტერილურები მაინც არ არიან და. ხო, ამას მე მგონი დიდი გაშლაც არ ჭირდება, კი, რა თქმა უნდა, ბავშვს თუ ძაღლთან შეხება აქვს, პატარაობიდანვე მისი იმუნიტეტი უფრო და უფრო ყალიბდება. დაანებეთ ამ ბავშვებს თავიდან, მოარიდებთ და ქუჩაში რო ხედავთ ძაღლს ეძახით რომ გამოიწია ძაღლია რაღაც მსგავს რაღაცებს დაანებეთ თავი და თქვენი შვილი ჯანმრთელიც იქნება და ბედნიერიც, მენტალური სისტემაც ჯანმრთელი ექნება და ფიზიკურიც. ეგ დამნიშნულოვანია.